ირაკლი ალასანია პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ეგრეთ წოდებული კაბელების საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებისათვის საქმის მასალების გადაცემას ითხოვს, როგორც თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა გორში თანაპარტიელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვლება პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვას მოითხოვს. ალასანიას განცხადებით იმის გამო, რომ ადვოკატებს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ, დაკავებულების სრულყოფილად დაცვა არ შეუძლიათ. მე მინდა მიმართო ხელისუფლებას, მე მინდა მიმართო პროკურატურას, რომ ესეთი უკანონობა დროზე დაასრულო. თავარი ახლა არის, რომ გამოძიება ღია წარიმართოს, მოეხსნას გრიფი და ადვოკატებს მიეცათ საშუალება დაუმტკიცონ უდანაშაულობა ამ ბიჭების გამოძიების პროცესში და ეს ვერ განხორციელდება, თუ კი საქმესთან არ ექნება ცდომა. მე ბოლო გაფრთხილებას ვაძლევ ხელისუფლებას ამ კუთხით და განსაკუთრებით პროკურატურაზე მაქვს საუბარი. ამ შემთხვევაში ამის შემდეგ მე რა თქმა უნდა დავიწყებ საერთაშორისო ყურადღების მობილიზებას და საზოგადოების მობილიზებას.